მოგესალმებით. ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხეში ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ქალბატონ ცირა მამა და შვილს უპასუხებ. თქვენ თუ მაგ დღეში ხართ, ჩვენ არ რჩევა უნდა მოგცეთო და ქალბატონო ცირა ჩემი შესავალი ნიშნავდა იმას, რომ იქნებ ვინმე ავიყოლიო და შემეხმიანოს მეთქი გამომყვეს ლაპარაკში თქვა. WhatsApp-ზე. რა შეეხება, რა დაინახეთ, რა მდგომარეობაში ვარ. ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არა ვარ. თქვენგან განსხვავებით ნამდვილად ვიცი, რა დროს დავისვენო, რა დროს შევჩერდე, რა დროს რას მოვკიდო ხელი. დამერწმუნეთ ამაში. დამერწმუნეთ. რა შეეხება მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ვერ გაიგეთ, გასაგები არის. ეხლა ძალიან მალე, დაახლოებით 10 დღეში, ცოტა შეიძლება ადრეც, ძალიან ბევრი ეზოთერიკოსი დაიწყებს საუბარს, რომ რთული პერიოდი დგება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ბევრჯერ გადაანალიზეთ საკითხები, გზავრობას, მოკლედ ოპერაციას, თუნდაც ბიზნესის ახალ, ესეთ ჩხუბს პირადში ურთიერთობაში, ზუსტად ამ თემებზე დაიწყება ისევ საუბარი. და ჩემი წინა სიტყვაობა, წინა ვიდეო ზუსტად ეს იყო, მაგრამ ვერ გაიგეთ. ეს იყო ჩემთან მინიშნება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ეს ფანჯარა, ეს კარიდორი გაიხსნა, უკვე იხსნება. ჯერ არა, უკვე იხსნება. დაახლოებით 12-ის შემდეგ, 12 რიცხვში უკვე სრულად გაიხსნება ეს კარიდორი, სადაც ზუსტად ასე დაგჭირდებათ მოიქცეთ. ძალიან ბევრჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია, ემოციას არ აყვეთ და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალე კიდევ. მაგრამ თქვენ ეთყობათ სხვა ადამიანებში გირჩევნიათ ესე ადვილად დაინახოთ რაღაცა პრობლემები და ესე თითი კრათ, მაგრამ რა ვიცი, ეს თითი მე ვფიქრობ ზედმეტი იყო თქვენგან. უბრალოდ მინდოდა ვიღაცა ეზოთერიკოსი შემხმიანებოდა და რაღაც კომენტარ მოეწერა და ლაპარაკში გამომეჭირა, გამოვყოლოდით ერთმანეთს. მაგრამ არ მოხდა ასე, პირიქით მოხდა თქვენი მხრიდან. და ახლა ამ ყველაფრის ეს ახსნა მჭირდება. იმიტომ რომ თქვენ მეტი ვერ გაიგეთ. თქვენ თუ მაგ მდგომარეობაში არ მოისმინოთ. თქვენ თუ თვლით მე რაღაცა ცუდ მდგომარეობაში ვართ, არ უნდა მოისმინოთ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ სხვებთან, ჭიჭიკოსთან, ბიჭიკოსთან, თავგასიებულთან, დეგრადირებულთან და ესეთებთან მიბრძანდით და მოისმინეთ. მათ საუბარს გაიგებთ. ენერგია. კარგით, ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. ენერგიის მოსყოვებას იგრძნობთ. ჩემი გაშლები ერთმანეთის თანმიმდევრობით არის აკინძული. თუ თქვენ წინა გაშლებს არ გაითვალისწინებთ, ვინც მომყვება, იმათთვის არის ეს. უფრო მეტად. თუ ჩემთან ახალი მსმენელია, ვინმე მე ყოველთვის ვაცხადებ, ეს ვიღაცა ახალი ან რაღაც სიახლე ხდება. დანარჩენი იცოდეთ, რომ ეს არის შემდეგი გაშლა. თქვენ თუ წინა გაშლები არ გაითვალისწინეთ, მე ვერაფერს ვერ გვიდებით, აღარ მოისმინოთ. თუ თქვენ არ დაიწყეთ, თუნდაც დასვენების თემა გამოვაცხადე. თუნდაც ეხლა ეს გაფრთხილება გამოვაცხადე. აზრი არ აქვს. თუ არაფერს არ გაითვალისწინებთ. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხართ, ისმენთ, სიტყვა იზეპირებთ არადა. რა გაზეპირებიებთ ამდენჯერ როგორ ისმენთ, ძალიან მიგვირს. არა, მიხარია ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მიგვირს კაცო. სიტყვით იზეპირებთ, მაგრამ არ ითვალისწინებთ. მოქმედებაში არ გადაგყავთ.
აი აქ ეს იქნება სწრაფი რაღაც ნიშანი. თქვენ ნიშანს მიიღებთ, ან შეტყობინება ცოტა მეეჭვება, ეს შეტყობინება არ არის. ასე წერილობით ვიღაცამ მოგწეროთ, ეს შეტყობინება არ არის. ეს არის ნიშანი. რომელიც მოგცემ ზუსტად ძალას. აი ენერგიის მოსყვავება, ენერგია ვახსენე, პირველი სიტყვა რაც იყო ენერგიის მოსყვავება თქვენ საქმეში, თქვენს რაღაც წინსვლაში, რაც გინდათ რომ გააკეთოთ. თქვენი ტკივილები რაც არის, კიდევ არის რაღაც გაქვთ, გაწუხებთ, აუცილებლად დარჩება ეს ყველაფერი წარსულში. თქვენ ისეთ ენერგიებში გადადიხართ, მე მგონი ეს უკვე სიახლეს ეხება. მაგრამ ეს არის თქვენებური მიდგომა. აქ თქვენი სტანდარტული მიდგომები არ გამოგადგებათ. აქ თქვენ არ გამოგადგებათ წარსულში, რაც გააკეთეთ, ის არ იმუშავებს დაუშვათ თუ რაღაცას აკეთებდით. იგივე ფორმატი არა. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხი გაინტერესებთ თქვენ. ეს თუ თქვენი პროფესია, ანუ უნდა განაახლოთ თქვენი თავი, თქვენეული ვერსია შექმნათ, თუ მაღაზია გაქვთ, რაღაც უნდა შეიტანოთ თქვენეული ვერსია და არა სტანდარტული და თუ რა ვიცი, სახლია ნებისმიერი, აი თქვენეული მიდგომით შეძლებთ, აქ არ უყუროთ თქვენ ვინ რას აკეთებს. რაღაცას ახლა მე მოვიყვანო კიდე მაგალითად. ვიღაცა ვარჯიშით იკლებს წონაში, ვიღაცა ნემსებით იკლებს, ვიღაცა წამლებით იკლებს, ვიღაცა დიეტით იკლებს. თქვენ თქვენეული ვერსია შეიმუშავეთ. გამიგეთ რისი თქვა მინდათ, აჰა. მაგალითიც მოგიყვანეთ, ეხლა მქონდა ზუსტად ეს შემთხვევა. რამდენი ხანი არ მინახე ეს მეგობარი წასული ამერიკაში. ხო და მომწერა რომ მეცო წონაზეო ესეო დავიკელიო, რაღაცა ნემსები გავიგეთეო. ნემსებითო. გადაირიეთ თქვენ ხალხო. ხო, ეს არის მისეული ვერსია, გამიგეთ? მაგალითისთვის მოგიყვანეთ, ვიღაცა მომწერა მეო ვარჯიში დავიკელიო, ვიღაცა მომწერა მეო დიეტითო 18 საათიანი დავიკე, ვიღაცა მის. თქვენ მე ეს ჩემ თავზე არ არის კაცო. ხო, ესეთი შეიძლება რაღაც მაღაზია იყოს, თქვენი პირადი იყოს, თქვენი საქმე იყოს, თქვენი თუნდაც გულის ტკივილი იყოს, რაღაც გჭირდება თქვენ აქ. აქ ენერგიის მოსღვევება, თქვენს განახლებაზეა საუბარი. თქვენეული ვერსია უნდა შექმნათ, თქვენეული. არ უყუროთ სხვა, ესე რომ ვთქვათ, დაწერილ, ესე რომ ვთქვათ და ჩარჩოში ჩასმული რაღაც სტანდარტებს, ეს ასე უნდა იყოს, ეს არა, ამას არ უყუროთ. კარგით ვნახოთ, რაზე არის კიდევ აქ საუბარი, მაშინ რა შემოდის თქვენთან. არის ეს რა გაწუხებთ. თან მეძინება. ენერგია არ ყოფნით, აკვიატებული აზრები გაწუხებთ, ოჯახში აკვიატებული სიტუაცია გაქვთ. შეიძლება ვინმე ესეთი რაღაცა არის, აი ერთი და იგივეს რომ რუტინულად მოქმედებს და შეიძლება გეუბნებათ, ხო? ან რაღაც ოჯახში არის დაწაფული მდგომარეობა აქ თქვენთან. ოჯახში. ღმერთო, ენერგიას კარგავთ. ენერგიას კარგავთ. ოჯახში არის შეიძლება გაუსაძლისი მდგომარეობა. კარგი. რა შემოდის აქ ვნახე.
დამიტეკა ხალხნა დედო ნამხელა თვალი ოჯახის წევრის თვალი გცემთ თუ თქვენს ოჯახს უყურებს ვიღაც ამხელა თვალებით არ არის გამორიცხული თუ შეძლებული ხართ მაშინ ვიღაცა ძალიან იმხელა თვალით გიყურავთ თავის ტკივილები თუ გაწუხებთ იცოდეთ რომ თვალიდან გაწუხებთ ეს თავის ტკივილი აქ ეხა ეს თუ არ ავიღე აი აქედან არ შევცვალე მე ამ ენერგიებში უკვე მიჯერს გაჩერება სრამლები გადმომცვინდა სრამლები გადმომცვინდა მოკლედ იმხელა თვალებით გიყურებთ ვიღაცა მაგრამ ეს თქვენთან ხდება თქვენ სახლის მახლობლად ანუ სანამ სახლს რომ მიუახლოვდებით უკვე გრძნობთ ენერგიის დაცლას თითქოს შეიძლება ეს იყოს ჭიშკარი შეიძლება იყოს პატიეზი გაწმინდეთ სახლი მილიონჯერ გამოაცხადება მილიონჯერ გამოაცხადე მან ნახე რა ხდება ახლა კიდე ნეგატივის ზონა გადავიდე კაცო რა ხდება სახლი უკაცრავად სრამლები გადმომცვინდა საშინელ დღეში ჩავარდი იღაცას კი განეიტრალებთ მაგრამ მე გამიბრუნდა თავი აშკარად განეიტრალებთ ვიღაცას აქ ოჯახშია ჩემო კარგებო თქვენი რა ვიცი კარების შესასვლელი გაწმინდეთ გაასუფთავეთ პატიეზით თუ ჭიშკარია ნებისმიერ მოაყარეთ მარილი ისე ქენით რომ ეხა ვინმე ფინანსში თუ ცხოვრობთ არ დაგინახოთ ხო ვიღაცამ მაგრამ დააყარეთ მარილი და გადაიარეთ მერეზედ აუცილებლად რამდენჯერმე ეს გაიმეორეთ ახლა სქლად კი ნუ უბრალოდ ესე ზოლად დაყარეთ და всё ჭიშკართან დაყარეთ შესასვლელში და ასევე ესა კარები გაწმინდეთ თუ გეუბნებით აქ მაგივრდას ის არის სახლი ადაბინძურებოდი თუ ვიღაცამ ესეთი მისმენთ რომ ესეთი დაბინძურებული ენერგეტიკით მე აქ არავინ არ მყავდა ან მართლა ახალი ხართ ან რაღაცა ხდება ვიღაცასთან დიდი ცვლილებები ანუ იგრძნობთ ამას ხო როგორ უნდა იგრძნოთ ნახეთ გადიხართ სახლიდან კარგად ხართ შედიხართ სახლში ცუდად ხართ ან ნერვები გეშლებათ ან ენერგიას კარგავთ ან რა არის იცით დაწოლა გინდა სულ ან რაღაც ესეთი მდგომარეობა გარეთ გადიხართ უკვე მოდიხართ გონზე იმდენი თუ რამდენი საქმე გაქვთ გაიპი ახლა რომ მივალ ასე ვიზამ და მიდიხართ სახლში და ვერაფერს ვერ აკეთებთ ეს იმას ნიშნავს რომ უკვე სახლი არის აი ესეთნაირად დაბინძურებული გაიგეთ მეზობელი და აი მე თავი მასკა ამკერდა არ არის გამორიცხული რაღაც მკვდარი ენერგიები მოგიყარენ კარებზე გაწმინდეთ ყველაფერი გაბრიალეთ უკაცრავად იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი აქ რამე წავიკითხო ვიღაცა ისეთი ხართ ისეთ მდგომარეობაში ან გაინტერესებდათ ეს უეჭველი გაინტერესებდათ ვიღაცას ხო არ მაძლევს ტარო მე იმის საშუალებას სხვა ინფორმაცია ამოვიკითხო ვიღაცა იმენა გინდა თუ არა თქვიო და ჰა თქვი მაგრამ მეც ვეღარ გავაგრძელებ ნამდვილად და
დანარჩენი უკვე პირად დიაგნოსტიკებში უნდა გაარკვიოთ. გისურვებთ წარმატებებს.